დავაყენეთ დიზელის ფეჩი. მოკლედ აწყობილი არის ყუთში. აქ არის ავზი დაყენებული და ქვევით არის ძრავი. ეს არის ინთეიკი. ეს არის გამშვები, ეს ვითომ კატალიზატორი არის, ეს არის გამშვები ამისი. და აქედან უკვე მოდის ცხელი ჰაერი, რომელიც ადის უკვე ზევით კარავში და ვთბებით. მანქანაზე არ გვაქვს ეს პირდაპირ დაერთებული, ეს არის დაერთებული ცალკე აკუმულატორი გვაქვს დამოუკიდებელი მანქანისგან და მანქანას მოკლედ არ დასვავს. შევაერთებთ. ჩაერთოთ ჩვენი ფეჩი. ეხლა სანამ ეს ყველაფერი ხდება დიზელია და უნდა გათბეს. მოკლედ ეხლა ხდება პრეჰიტი, დიზელის თვითონ ძრავი უნდა გათბეს. აქედანაც ნელ-ნელა უკვე მოდის ჰაერი, ჯერ თბება და მერე უკვე დაიქოქება. დაქოქვის პროცესსაც გაჩვენებთ. დაიწყო დაქოქვა. კტკტკტკს რაშება ეს ბენზინს აწვდის, ბენზინს კი არა დიზელს და აქედან წამოვიდა დიზელი. და როგორც ხედავთ, ეს მანქანაში იდო და თერმოსტატი გვაქვს. ახლა არის 9 გრადუსი, როგორც აჩვენებს და აქ არის დაყენებული თუ მაგალითად ეს მივა 16 გრადუსამდე, მაგ შემთხვევაში უნდა დააგდოს ტემპერატურა. ეს წამოვიდა დიზელის ცივი სტარტი. და მერე უკვე დააგდებს. იმ შემთხვევაში თუ თერმოსტატმა ნახა რომ 16-ის დაბლა არის, ისევ ესე ამოქოქავს. დაიწყო უკვე გუგუნი. ისევ ამოქოქავს და მერე ეცდება ამ ტემპერატურის დაჭერას. მოკლედ ესე არის დაერთებული. აი აქ გვაქვს გატარებული და აქედან ადის კარავში. იგივენაირად ეს კაბელიც თავის მონიტორიანად და რასაც ვიძახდი ჩქარ დაერთებაზე. ეს არის 7 მეტრიანი გოფრა. ელასტიური არის საკმაოდ და ესე მოვხსნით. აგერ გვაქვს მაგნიტები. ესე მივადებთ და მორჩა.